ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. საინტერესო თემა შევარჩიეთ დღეს ჩვენი გადაცემისთვის ტრანსლაციური მედიცინიდან პერსონალიზირებულ მედიცინამდე. Როგორ განისაზღვრება ტრანსლაციური მედიცინა დღეს, როგორ უწყობს ის ხელს სამეცნიერო აღმოჩენების რაც შეიძლება სწრაფად კლინიკაში დანერგვას და რა გზა შემდგომ პერსონალიზირებულ მედიცინამდე, მოკლედ რომ გითხრათ და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ესე იგი ტრანსლაციური მედიცინა ის სამეცნიერო მიდგომა მედიცინის ის დარგია სულ პირველი ეტაპი მედიცინის, რომლის მიზანიც არის ლაბორატორიაში მიღებული კვლევების აღმოჩენების გადატანა კლინიკურ პრაქტიკაში. ანუ იმაში, რაც რეალურად შემდეგ პაციენტებს დაეხმარება, ხო? ტრანსლაციური მედიცინას ასევე ეძახიან bench to bedside მედიცინას, ანუ ეს არის ხიდი ლაბორატორიული მერხი და პაციენტის საწოლამდე. როცა აღმოჩენილია რაღაც ახალი მოლეკულა ან გენეტიკური მარკერი ან თერაპიის რამე პრინციპი, ტრანსლაციური მედიცინა ამ გზას უზრუნველყოფს, რომ ეს აღმოჩენა ეფექტიურად მივიდეს პაციენტამდე. ალექსანდრე, რას დაგვემატებდით თქვენ? მადლობა ხატია პასუხებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ხატია აბსოლუტურად დეფინიცია ძალიან გასაგებად გააკეთა მაყურებლისთვის და კოლეგებისთვის, რომ ეს არის ახალი გზა და ახალი მიმართულება მედიცინაში, რეალურად ტრანსლაციური მედიცინამ ისევე როგორც მისმა პრაქტიკულმა მხარემ, რომელსაც ქვია პერსონალიზებული, ანუ ზუსტი მედიცინა, ან ტრანსლაციური მედიცინა არის გზა, როგორც გავთვალისწინებთ, და შემდგომ არის პერსონალიზებული მედიცინა, არის პაციენტთან კონკრეტული დანიშნულება, ანუ კონკრეტული ბიომარკერების, გენეტიკური მარკერები იქნება, ეს ცილოვანი მარკერები იქნება, თუ სხვა მარკერები, ამის განსაზღვრის საფუძველზე შეჯამება და მიწოდება პაციენტისთვის უსაფრთხო ტუმორბორდის იქნება ეს თუ თერაპიული გუნდის თუ კარდიოლოგიური გუნდის რეკომენდაციით კონკრეტული მედიკამენტის. ყველა შემთხვევაში სასურველია საერთაშორისო სტანდარტებით გენეტიკოსის ჩართულობა, რომ ვინაიდან ამ ტრანსლაციური მედიცინის ძირითადი ბაზა არის კონკრეტული გენური ხელწერები, პროტეომიკული და გენომიკური ხელწერები და საერთოდ ეს ომიკური სიტყვა პოლიომიკური მოდის იქეთა, რომ გენომიკური, პროტეომიკური, მაგას დეტალურად მე ახსნით, რაც არის, აქედან გამომდინარე, რომ პაციენტი, რომელიც წევს საწოლში და ელოდება შველას და ამ წუთას ყველა მედიკამენტზე რეზისტენტულია, არსებულ მედიკამენტზე, ამ შემთხვევაში რომ კოლევაში არსებული თუნდაც პრეპარატი, რომელიც პირველი პრეკლინიკური ფაზებიც გავლილია და მისი უსაფრთხოება დადასტურებულია, ასევე გვაქვს ფარმაკოდინამიკური ბიომარკერები ვალიდირებული და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ამ პაციენტისთვის ეს მოლეკულა არის საშველი და უსაფრთხო, აქედან გამომდინარე დაჩქარებული გზა, რომელიც შეიძლება პაციენტს მიეწოდოს. თქვენ ვერასოდეს ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანის დასკვნას, სადაც აქვს ერთი და იგივე პასუხი. ეს შეიძლება იყოს მაგალითად პაციენტების ჯგუფი, რომელთაც აქვს ანემია. ანუ ეს არის ზუსტად ის გენური ხელწერა, რაც ახსენეთ ბატონ ალექსანდრე. რაც ბატონმა, ეს არის სწორედ გენური ხელწერა კონკრეტული პაციენტის, არის ზუსტად ისეთი, როგორც ადამიანს თითის ანაბეჭდებს, უბრალოდ ეს არასდროს არ იცვლება და გენური ხელწერა კიდე შეიძლება მუტაცია განვითარდეს და კიდე შეიძლება შეიცვალოს. კარგით, დიდი მადლობა. ქალბატონო ხატია. აი, ტრანსლაციური კვლევები, როგორ შეიძლება მათი გამოყენება დღეს უფრო სწრაფად, რომ დაავადებათა პროგნოზირებისთვის თუ მკურნალობისთვის უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვიყენოთ და რა როლი აქვთ მათ ახალი მედიკამენტების, ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაში დღეს? ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც აი რა აჩქარებს, ხო, ეს მკითხეთ, რაც ტრანსლაციურ მედიცინაში აჩქარებს ინოვაციის პაციენტამდე მიტანას, არის მრავალდისციპლინური თანამშრომლობა. გარდა იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი გვაქვს, big data გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში, ამ პერიოდში და ეს ყველაფერი ძალიან აჩქარებს, ხო? და ინფორმაციის მოგროვება ძალიან ნადვილად ხდება. თუმცა აი ტრანსლაციური მედიცინის მთავარი პრინციპი არის, რომ ბიოლოგები, ქიმიკოსები,
კლინიცისტები, ბიოინჟინრები, ბიოსტატისტიკოსები, მონაცემთა მეცნიერები ქმნიან ერთ სამუშაო მოდელს. იმიტომ რომ აი მაგალითად ექიმი, კლინიცისტი ვერ გაანალიზებს big data-ს. ვერ იხმარს ის artificial intelligence როგორც ბიოსტატისტიკოსი. და ანუ ეს თანამშრომლობა უდევს საფუძვლად იმას, რომ ინოვაცია პაციენტამდე მივიდეს უფრო სწრაფად. თუ შეიძლება თვითონ წინადადებით ბრძანოთ მომავალი როგორ მიგაჩნია ტრანსლაციური ერთის მხრივ და პერსონალიზირებული მედიცინის რო შევაჯამოთ. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ინტეგრაცია, თანამშრომლობა მეცნიერების, კლინიკოსების, ბიოინჟინრების, ბიოინფორმატიკოსების და მათ შორის მჭიდრო კავშირი. და რომ ტრანსლაციური მედიცინა არ იყოს რაღაცა იზოლირებული ლაბორატორიული პროცესი და ის იყოს ინტერდისციპლინური სისტემა. რაც ინფორმაცია სწრაფად გადაითარგმნება პაციენტამდე ლაბორატორიული მეთოდით. 1950-იანი წლებიდან 2000 წლამდე მედიცინა ძალიან ბევრი პაციენტი გადაარჩინა ასეთი დაჩქარებული გადატანით. ანუ მაშინდელი ტრანსლაციური მედიცინა აბსოლუტურად მართალია, ტრანსლაცია მაშინაც არსებობდა, მაგრამ ინტეგრაციული მედიცინა ის რომ ტრანსლაციური პერსონალიზებული მედიცინა არ იყოს დამოუკიდებლად და რაღაცა სხვა საგანი იქონოს, იმიტომ რომ პერსონალიზებული მედიცინა არის მედიცინის ყველა დარგის შემადგენელი ნაწილი. ანუ პერსონალიზაცია, რაც უფრო მეტად განვითარდა გენომის შესახებ ინფორმაცია, რაც უფრო მეტი მოვიდა, მით უფრო მეტი პერსონალი და დაახლოებით 5-7 წელში აბსოლუტურად ყველაფერი ინდივიდუალიზებული იქნება. ეს ანუ 21 საუკუნე არის ერთის პრევენციის და მეორე მხრივ პერსონალიზირებული მიდგომისა. და სხვათა შორის პაციენტებისთვის ძალიან იმედის მომცემია ის, რომ ბოლო მონაცემებით, რაც ხელოვნური ინტელექტის WHO და კიბოსკლევის საერთაშორისო სააგენტომ, ასევე Silicon Valley ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ტრანსლაციური მედიცინის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ შეიძლება პაციენტებიც აღარ დავჭირდა შევქმნათ ტყუპის მოდელები ომიკური თანმიმდევრობის ზუსტად რაც კონკრეტულად პაციენტს აქვს სიბლინგური მოდელებით გამოვიყენოთ და ძალიან ბევრი პაციენტის ჩართვა არ დაგვჭირდეს და ამდენ წლიანი კვლევებიც არ დაჭირდეს, იმიტომ რომ წეგან საუბრობთ ჩვენ ერთსმება AlphaFold-თან დაკავშირებით და AlphaFold იმდენად დააჩქარა ეს მოდელების შექმნა და პრედიქტირება ყოველი მოლეკულის შემდგომი ნაბიჯების გათვლის, ეს უკვე ელექტრონულად და ციფრულად მოხდება. ამიტომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გაღანგრძლივებას ონკოლოგიაში ხარისხიან ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რამდენიმე წელში ეს პრობლემა შეიძლება რეალურად მართლა გადაიჭრას. პერსპექტივები დიდია, ბატონო ალიკო. დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ხატია რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობთ. უბრალოდ სანამ დაგემშვიდობები, ძალიან მინდოდა რომ ეს მეთქვა რომ ხარდაჭერა გამოუცხადო ადამიანებს, ვინც აგრძელებენ პროტესტს და ცდილობენ რომ სამართლიანობა დაიცვან ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხატია გაბისონიას მასპინძლობდით, ჯანდაცვის სტანდარტში ექიმ კარდიოლოგი გვერდებოდა იტალიიდან და სტუდიაში ვუმასპინძლეთ ალექსანდრე თავართქელაძეს, პერსონალიზირებული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორს. გადაცემას ვაგრძელებთ დაპირებული თემით და ვმასპინძლობთ პროფესორ ნინო მუსერიძეს, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელს და სამედიცინო დირექტორს. GGR-ს უკვე 6 წელია, რაც ბაზარზე არის და მუდმივად ცდილობს მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას საქართველოში. რეპროდუქციული ცენტრი ნერგავს საქართველოში მსოფლიო სამედიცინო ინოვაციებს და აფართოებს მათ შორის მომსახურების შესაძლებლობებს, როგორც საქველმოქმედო ფონდის შენთვის მეშვეობით, რომლის დახმარებითაც უკვე 1550-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ცენტრ სიახლეებიც აქვს საერთაშორისო განვითარების კუთხით უკვე გაიხსნა ფილიალი სომხეთში, ხოლო მალე უკვე კლინიკას ახალი შენობა და დამატებითი სერვისებიც დაემატება. ჩვენი მიზანი არის გავიგოთ დღეს თუ როგორ ქმნის GGR-ს პაციენტზე ორიენტირებულ თანამედროვე სერვისს საქართველოში და როგორ იცვლება რეპროდუქციული მედიცინა რეგიონში. ნინო მუსერიძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგესალმებით, ბატონო ნინო, მადლობა სტუმრობისთვის ჯანდაცვის სტანდარტში და პირველი კითხვა გექნება თქვენთან, რომ აი რა ახალ ნაბიჯებს გეგმავთ საერთოდ, რადგან უკვე საქართველოს საზღვრებსაც გასდით და რატომ გახდა საჭირო იგივე სასწავლო ცენტრის თქვენი მიმართულებით შექმნა? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია თქვენ სტუდიაში ყოფნა ყოველთვის და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ გადაცემაში ხარ, რომელსაც ქვია ჯანდაცვის სტანდარტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ყველა სფეროში და განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, რადგან ეს ეხება სწორედ დემოგრაფიას
ჯანმრთელ თაობას და ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს დღევანდელ დღეს. სწორედ ამ სტანდარტით მუშაობის შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ხარისხი და უკეთესი შედეგი დავდოთ. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტი ალბათ უგულებელყო შეუძლებელია. შესაბამისად, რამ განაპირობა ტრეინინგ ცენტრის გაკეთება, ეს განაპირობა იმან, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია და გარდა იმისა, რომ ძვირადღირებული სერვისია, ახალგაზრდა თაობის გაზრდა კიდევ უფრო რთულია და შესაბამისად ხელმისაწვდომი არ არის ყველასთვის. დღევანდელ დღეს ეს იმდენად ძვირია, რომ დაახლოებით ის სფერო, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, 40,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირს ერთი წლის განმავლობაში, რომ შეისწავლოთ ოქსფორდის უნივერსიტეტში. შესაბამისად, გადავწყვიტეთ New Vision-ის უნივერსიტეტთან ერთად, რომ ეს ტრეინინგ ცენტრი აკრედიტაცია გაგვეკეთებინა სრული და არ ყოფილიყო მხოლოდ ქართველი სტუდენტისთვის და რეზიდენტისთვის, არამედ ყოფილიყო international და შესაბამისად ეს აკრედიტაცია აუცილებლად დაგჭირდებოდა, შესაბამისად ასევე დაგჭირდებოდა ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ და საკმაოდ კარგად და აქედან გამომდინარე, ქალბატონი მარინა გვახარია თქვენთანაც იყო, როგორც ვიცი, ის არის ძალიან კარგი ემბრიოლოგი და ასეთივე ამერიკული სკოლის დირექტორი, რომელიც ძალიან გვეხმარება ამ სფეროში. მისი ესეთი სურვილიც არის და ძალიან მიხარია, როდესაც ქართველი ადამიანები აღწევენ წარმატებას სხვა ქვეყანაში და შემდგომ ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე. და მაქსიმალურად ჩვენს პირადად მე ყოველთვის ჩავდივარ ახსენეთ ბაძონე არჩილი, ქალბატონი მარინა, რომელთანაც ასევე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბაძონე არჩილი საფუძვლებთან იდგა ამ დარგის ქვეყანაში განვითარების და მარინა კიდევ მოდის, რა ვიცი, სტუდენტობიდან ჩვენთან ერთად და კარგია რომ ასეთი ქართველი ყავს. და ალბათ თუ ისინი ჩაერთვებიან, დაწმუნებული ვარ რომ თქვენი მიზნები და ამოცანები რაც გაქვთ, უფრო უკეთესად შესრულდება. აუცილებლად მინდა ნინო გკითხოთ სომხეთში GGRC-ის შედეგები. ერთი წლის თავზე როგორ გაამართლა თქვენი მოლოდინები სომხეთის ბაზარზე? ერთი წლის თავზე ჩვენ პირველი ბავშვი დაბადებულია, ეს არის ჩვენთვის ძალიან საამაყო. უახლოეს გეგმებში მე დღევანდელ დღეს გუშინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ შეხვედრები გქონდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია რომ თქვენს ეთერში ვარ. იმიტომ რომ როდესაც დავიწყეთ ეს სფერო. განვითარება და საერთოდ პირველად დაარსდა GGRC, მაშინ ვიყავი სწორედ თქვენს ეთერში, ანუ BMG-ის ეთერში და რა გეგმები გქონდა, ამაზე ვისაუბრეთ. მინდა გითხრათ, რომ შევასრულეთ ის, რაც დავგეგმეთ და ამით ვარ ძალიან მიხარია და ყოველთვის ვაკეთებ, ვაჟღერებ, რას გეგმავთ. და შემდგომ მაქსიმალურად ვცდილობ რა შევასრულო, იმიტომ რომ თუ არ ასრულებ, მე არაფერი გამოვა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს ჩვენ უკვე დავაარსეთ, ესე ვთქვათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკაშიც ასევე კომპანია და ძალიან გვინდა რომ GGRC არა მარტო ერევანში იყოს, არამედ იყოს სხვა ქვეყანაშიც, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიასპორაა ქართველებს ამერიკაში, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან, ძალიან ბევრ პაციენტს შევხვდით. ქართველები, დიახ, იმიტომ რომ იქ ძალიან ძვირია. შესაბამისად, ხარისხი ჩვენთან ძალიან კარგია. ამერიკელი პაციენტიც ჩამოდის ჩვენთან, იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხი შეესაბამება ჯანდაცვის სტანდარტს. შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება, რომ აქ 2-3 პროცედურა ჩაიტარონ იმ თანხაში, რა თანხაც ღირს ამერიკაში. BMG-დან ამ ჩვენი ეთერის მერეც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატება იქნება და კიდევ უფრო მეტი მოსაყოლე ჩვენი მაყურებლებისათვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნინო მუსერიძეს მასპინძლობდით ქართულ გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელსა და ასევე სამედიცინო დირექტორს. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.